შეღავათები ფერმერებისთვის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა აგვისტოდან ამოქმედება. მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ საძოვრების გამოყენების უფლება და საკუთარი წარმოების განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამის მიზანი მთაში მცხოვრები ფერმერების ახალისება და მესაქონლეობისა და რძის წარმოების განვითარებაა. მიწაზე დაწესებული შეღავათების გარდა კოოპერატივებში გაერთიანებულ ფერმერებს მთავრობა თანამედროვე ტექნიკით მოამარაგებს და პროდუქციის რეალიზაციაშიც დაეხმარება. ნიკა მუკბანიანი მოგიყვება. წალკა, თეთრი წყარო, დმანისი, ადიგენი, ასპინძა და ახალქალაქი. ეს იმ მუნიციპალიტეტების არასრული ჩამონათვალია, სადაც სახელმწიფო წვრილ ფერმერებს, სათიბებსა და საძოვრებს დროებით სარგებლობაში მხოლოდ ერთი პირობით გადასცემს. მინიმუმ 11 ფერმერმა 200 სულ პირუტყზე გათვლილი კოოპერატივი უნდა შექმნას. ფერმერები ამბობენ, რომ სათიბ საძოვრები დღეს მესაქონლეებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. არც სათიბი გვაქვს, არც საკმარისი არ არის საუბარი, მინიმალურზეც არ არის საუბარი. გიორგი ბერუაშვილს მცირე ფერმა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტში აქვს, სადაც მალე კოოპერატივების განვითარების ახალი პროგრამა უნდა ამოქმედდეს. მის ფერმაში სულ 50 სული ძროხაა. ბერუაშვილს საკუთარი სათიბსაძოვარი არ გააჩნია. როგორც ამბობს, 1 ჰექტარ სათიბში ყოველწლიურად 100 ლარს იხდის. ხარჯი იმდენად დიდია, რომ პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ საარსებოდ და პირუტყვის შესანახად ყოფნის. პროდუქციის რეალიზაცია ძალიან იაფად გვიწევს. რძის კერძოდ გვიწევს ფაბრიკებში, ასე ვთქვათ, ჩაბარება და ეს ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ დარგი განვითარდეს, ან ჩვენ განვითარდეს. ამ ყველაფრის განხორციელების პირობებში სასამართლებელი ნამდვილადაც დანარჩენი ჩვენზე იქნება, ჩვენი საშუალო იქნება. რაც ჩვენ ეგ შეგვიძლია და მოტივირებული ვართ მაგ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის ერთ-ერთი პრობლემა კვალიფიციური კადრების დეფიციტია, რის გამოც ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ვერ ხერხდება. მთავარი პრობლემები კიდევ ერთხელ რომ ჩამოვაყალიბოთ, მოკლედ ეს არის ცოდნა, ინფრასტრუქტურა, მოძველებული საძოვრების პრობლემა აუცილებელია, ამიტომ მე ვფიქრობ, სიღრმისეულად იქნას გაანალიზებული ყველა ეს პრობლემა და შეიქმნას კომისია, რომელიც ამ პრობლემებიდან გამომდინარე იმუშავებს. მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა 3 საფეხურს მოიცავს. ერთია ფერმერებისთვის მიწების გადაცემა, მეორე კოოპერატივების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა და პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა. პროგრამის მიხედვით სახელმწიფოს კუთვნილი მიწები ფერმერებს სარგებლობაში 25 წლიანი იჯარით გადაეცემათ. გადასახადი 1 ჰექტარზე პირველი 2 წლის განმავლობაში 1 ლარი, შემდგომ წლებში კი 15 ლარი იქნება. პროგრამის მთავარი მიზანია, რომ მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ საძოვრები ხელმისაწვდომი იყოს მათთვის და სწორედ ამ რესურსის გამოყენებით გაზარდონ მათი ეკონომიკური შემოსავალი. გლეხებს თითო სულ პირუტყზე მაქსიმუმ 2 ჰექტარი სათიბი და 2 ჰექტარი საძოვარი გადაეცემათ. კოოპერატივების სააგენტოში აცხადებენ, რომ რესურსი უკვე დათვლილი აქვს და თუ კი კოოპერატივები შეიქმნება, სათიბ საძოვარი ყველა ფერმერს ეყოფა. ჩვენ ხელს შევუწყობთ სხვადასხვა აქტივობებით, კიდევ მეორე გამოფენა გაყიდვებზე მონაწილეობდება, ზრობებში მონაწილეობისათვის, რომ მათ საკუთარი პროდუქტი წარუდგინონ მომხმარებელს, გააცნონ, მონაცემების შემდგომ უკვე მათი ცნობადობა ამაღლდეს მომხმარებელში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს უკვე მათი პროდუქციის რეალიზაციას. ამ ეტაპზე სააგენტოში პროგრამის ბოლო დეტალები ზუსტდება. ფერმერების კოოპერატივებად დარეგისტრირების პროცესი სავარაუდოდ 10 დღეში დაიწყება. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარია გამოყოფილი.